ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელხაზზე ყოველდღიურად ათეულობით ზარი შედის. ჩვენ ცხელხაზზე გვიკავშირდებიან პირები, ვისაც დახმარების საჭიროება აქვთ და ასევე გვიკავშირდებიან მათი ოჯახის წევრების, თუ რა თქმა უნდა, თავად პირებს დაკავშირების შესაძლებლობა არ აქვთ. ჩვენ შესაბამისად ვინაწილებთ ის ადვოკატები, რომლებიც ამ პროცესში ჩართული ვართ და ვახდენთ მათთან უკავშირს. ვუკავშირდებით, ვისმენთ მათგან ფაქტობრივ გარემოებებს, ვცდილობთ რომ მოვიპოვოთ მტკიცებულებები, რომლებიც დაგვეხმარება მათი ინტერესების დაცვაში და იმაში, რომ ან საერთოდ არ იქნას სახდელები გამოყენებული მათთან მიმართებით, ან გამოყენებული იქნას მაქსიმალურად მცირე ოდენობის სახდელები. ამ საქმეების მიმდინარეობაზე საქალაქო სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატს შევხვდით და რამდენიმე კითხვა დაუსვით. ჩვენ ან გვიწევს ჯერ იზოლატორში პირების მონახულება, იმიტომ რომ როცა მათ ედავებიან კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან სრულმანხული გნობას, ხდება მათი დაკავება, ადმინისტრაციული დაკავება და იზოლატორში გადაყვანა. ამიტომ ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში საწყის ეტაპზე ხდება ხოლმე იზოლატორში მათი მონახულებით. გვიწევდა და ეხაც გვიწევს, როცა შესაბამისი სამართალდარღვევებია გარკვევა იმისა პროაქტიულ რეჟიმში, რომელი იზოლატორშია კონკრეტული პირი მოთავსებული, როდის მოახდენენ იმის გადმოყვანა სასამართლოში. იზოლატორში მოთავსებული პირები ხშირად სასამართლოში პროცესების მიზნით გადმოყავდათ იმდენად შემჭიდროებულ ვადებში, რომ მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა ადვოკატთან კომუნიკაციის. ჩვენ გვიწევდა იზოლატორში გადამოწვევა კონკრეტული დაკავებული ისევ იზოლატორშია თუ უკვე გადმოიყვანეს სასამართლოში პროცესის ჩატარების მიზნით, ამიტომ ეს იყო ფორს მაჟორი, ესე ვთქვათ, რა ფარგლებში ჯერ ვარკვევდით სად იყო დაკავებული და შემდეგ უკვე ამავე სწრაფ რეჟიმშივე მოვდიოდით სასამართლოში იმისთვის, რომ მოგვესწრო მათთან გარკვეული ტიპის საკითხების გავლა, რომ შევქონოდა წარმოდგენა ფაქტობრივ გარემოებზე და ასევე თვითონ პროცესის შესვლაც რომ მოგვესწრო. ესეც რიგ შემთხვევებში იყო პრობლემა, იმიტომ რომ მათ არ აქვს მობილური ტელეფონები იზოლატორში, რომ დაგვიკავშირდნენ. ადვოკატების ინფორმაციით ცხელხაზზე შესული ზარების დიდი ნაწილი გზის გადაკეტვას, ნაწილი კი წვრილმანხული გნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას უკავშირდება. გზის გადაკეტვის საქმეების შემთხვევაში ეს პროაქტიული რეჟიმი შედარებით უფრო შემსუბუქებულია იმ კუთხით, რომ როგორც წესი წინასწარ ვიცით პროცესის თარიღი, თუმცა ოდენობიდან გამომდინარე ჩვენ მაინც გვიწევს შედარებით აქტიურ რეჟიმში მუშაობა იმ კუთხით, რომ ვინმე ვისაც სჭირდება ჩვენი დახმარება არ დარჩეს ადვოკატის სამართლებრივი დახმარების გარეშე. ჯარიმები, რომლებიც ცვლილებების შემდეგ გამოიყენება არის საკმაოდ არაპროპორციული ოდენობის და ტენდენცია მეტწილად ამგვარი სამართალდარღვევების არის ზუსტად ის, რომ ძირითად შემთხვევებში სახდელებად გამოიყენება ჯარიმა და შედარებით ნაკლებ შემთხვევებში გამოიყენება შენიშვნა. უფლებადამცველების ინფორმაციით ბოლო პერიოდში შემოსული ზარების დიდი უმრავლესობა გზის გადაკეტვას ეხება. ცხელხაზზე ყოველდღიურად მსგავსი შინაარსის ათეულობით ზარი შედის. არ ხდება მათ შორის შინაარსის შესვლა და ავტომატურად ხდება ფორმალურად იმის განმარტება, რომ გზაზე გარკვეული ოდენობის დემონსტრანტების გადასვლა ავტომატურად წარმოადგენს კანონშეუხებელ მოქმედებას და მოსამართლე არაფასებს, ხომ არ შეიძლება რომ ეს ქმედება განვიხილოთ როგორც შეკრება მანიფესტაციის ფარგლებში განხორციელებული ქმედება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი საქალაქო სასამართლოში ამჯერადაც გზის გადაკეტვის საქმეზეა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელისა და სხვა კერძო ადვოკატები ამბობენ, გზის გადაკეტვის გამო სასამართლოში აღმოჩენილი დემონსტრანტების უმრავლესობა უკან სწორედ 5,000 ლარიანი ჯარიმით ბრუნდება. არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ადვოკატებთან ერთად დემონსტრანტების უფლებებს ხშირად უსასყიდლოდ იცავენ კერძო ადვოკატებიც. პირველივე დღიდან, როდესაც უკვე მასიურად დაიწყო ეს დაკავებები, დაჯარიმებები და ასე შემდეგ, იქედანვე აქტიურად ჩავერთე როგორც დამოუკიდებელი ადვოკატი ამ საქმეებში. დაიტოვე ჯგუფი რო არის, იქ დავწერე, რომ ვისაც დაჭირდებოდა, პირდაპირ ჩემი ნომერი მივუთითე, საჯაროდ და ვუთხარი, რომ შეეძლოთ მათ დაერეკათ, თუ კი რაიმე სამართლებრივი დახმარება დაჭირდება. კონსულტაციის თხოვნით ეთერ ჩაჩუას მას შემდეგ ათეულობით დემონსტრანტმა მიმართა. ადვოკატმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 20-მდე საქმეზე იმუშავა, რომელთა უმეტესობაც ჯარიმით დასრულდა, თუმცა იყო სიტყვიერი გაფრთხილების შემთხვევაც. იურისტი იმ რთულ რეჟიმზე გვიყვება, რომელშიც ადვოკატებს დღემდე უწევთ მუშაობა. ერთ საქმეს როცა ველოდებოდი, როდის ჩაინიშნებოდა, მანამდე სხვა საქმეზე შევსულ არ, იმიტომ რომ იმ ადამიანს ადვოკატი არ ყოლია და მოგვისწრია, ასე ვთქვათ, რომ იმის საქმე დაგვემთავრებინა და ერთხელ ღამის 12 საათზეც გამოვედი პროცესიდან, იმიტომ რომ არადა არ ჩაინიშნა ადმინისტრაციული პროცესი, რომელზეც უშუალოდ ვიყავი მისული, რომ უნდა ჩატარებულიყო და მანამდე სამი საქმე მოვასწარი და მე იმაზე შევედი. ადვოკატების ინფორმაციით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ კერძო ადვოკატების აქტიურობის მიუხედავად ადმინისტრაციული საქმეების დიდი რაოდენობის გამო აქციის მონაწილეთა ნაწილი მაინც დაცვის გარეშე რჩება.